თუ ოდესმე გაგჩენია კითხვა ვარ თუ არა ნარცისი ან მაქვს თუ არა ნარცისული პიროვნების აშლილობა, მაშინ შენთვის ძალიან მოკლე ტესტი მაქვს და ერთ წუთით დაგჭირდება სულ რა გაიგო. თუ ოდესმე შეგიტანია ეჭვი საკუთარ თავში, საკუთარ ქცევაში, საკუთარ სიმართლეში, თუ დაგისვამს შეკითხვა, ხარ თუ არა მართალი ან ხარ თუ არა ნარცისი. თუ კი, კარგი ამბავი მაქვს, რადგან ნარცისული სტრუქტურის ადამიანი არასდროს ეკითხება საკუთარ თავს, რაში მდგომარეობს მისი პასუხისმგებლობა, მისი დანაშაული. ის არ საჭიროებს გავსი კითხვების დასმას და ეჭვებს, რადგან პასუხი უკვე მზად აქვს. მე არაფერში ვარ დამნაშავე. ყველანი ჩემს წინააღმდეგ არიან. თუ შენ შეგიძლია გაჩერდე, დაფიქრდე, როგორ შემეძლო ამ სიტუაციაზე გავლენა მომეხდინა, როგორ შემეძლო უკეთესად გამეკეთებინა სხვა ადამიანისთვის თავი უკეთ მეგრძნობინებინა, მაშინ გილოცავ, შენ არ გაქვს ნარცისული სტრუქტურა, არც ნარცისული პიროვნების აშლილობა გაქვს. და თუ მზად ხარ შეიცვალო, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ შესაძლოა მაინც ისმენდე სხვებისგან, რომ ხარ ტოქსიკური, დამანგრეველი, ყველაფერი შენ გამოხდება, ნარცისი ხარ. ხშირად ეს შენზე არ არის, არამედ სხვა ადამიანზეა, ვინც საკუთარ თავში ვერ უმკლავდება ნეგატიურ ემოციებს, ბრალს სირცხვილს ტკივილს, ამიტომაც გადმოისვრის მას სხვა ადამიანში და შემდეგ სხვა ადამიანში ამუშავებს საკუთარ ნეგატიურ თვისებებს და გრძნობებს. ძალიან მარტივია დააბრალო სხვას, ვიდრე აღიარო საკუთარ თავში, რომ მე მაქვს რაღაცაზე სამუშაო, მე არ ვარ სწორი. ნახვამდის.